გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ტვინის გასაღების 29 ეპიზოდით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. და მინდა გთხოვოთ, რაღაც ესეთი განცხადება გავაკეთოთ დასაწყისშივე გადაცემის. მინდა ჩვენ მსმენელს და ჩვენ მაყურებელს, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუჭერია გამოწერის ღილაკზე, აუცილებლად გამოგვიწერეთ. გააზიარეთ. Instagram-ზე იქნება ეს, TikTok-ზე იქნება ეს, თუ YouTube-ზე იქნება თუ ნებისმიერ ადგილას, იმიტომ რომ ნამდვილად გვჭირდება თქვენი თანადგომა, იმდენი ადამიანი გვიყურებს. უბრალოდ შესაბამისად ღილაკზე დიდის დაჭერა ყველას ეზარება და ამიტომ აი უმორჩილესად გთხოვთ, რომ თუ მოტივაცია თანხმობთ, კი, გადახვიდეთ ჩვენ გვერდზე, რომელიც ლინკები ყველაფერი წარმოდგენილია, შეგიძლიათ გადახვიდეთ და დალაიქოთ, გააზიაროთ ჩვენი გვერდი და გვაქვს ერთი საინტერესო სიახლე. მოკლედ, ძალიან დიდი ხანია ჩვენ როგორც სპორტის დიდი გულშემატკივრები, დიდი ხანია ვფიქრობდით, რომ გვინდოდა რაღაცნაირი აქტივობა, ღონისძიება გავუკეთებინა, თუნდაც ფეხბურთის მიმართულებით, თუნდაც კალათბურთის მიმართულებით, თუნდაც ნებისმიერი სხვა სპორტების, რა, პადელი იქნება, რაღაცები იქნება, ამას ყველაფერს ვფიქრობთ სამოოთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია, რომ უკვე დავაანონსოთ და წარმოგიდგინოთ, არის ის, რომ ვატარებთ ფეხბურთში უბნების სამოყვარულო ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ამ ეტაპზე ტარდება მხოლოდ ვაკის ტერიტორიაზე და ვაკის საბურთალოს ტერიტორიაზე, თორე ისე ამ საფუძველი ჩაიყრება შემდეგ სხვა უბნებშიც და რა თქმა უნდა, აი დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტურნირი და სახალისო და საინტერესო ღონისძიება იქნება ჩვენ ქალაქში. რომელშიც მონაწილეობენ არა პროფესიონალი, რა თქმა უნდა, და არა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გავიგეთ, რომ აგრები არიან და ყველას მოუგებენ. ვიღაცები არ იქნებიან, თუმცა ხარს გვიჭერენ ძალიან აქტიურად და მაგ ვიდეოებსაც წარმოვადგენთ, როგორ გვიჭერენ ჩვენი ბიჭები, მაგაშიც ხარს. ასე რომ შეგიძლიათ ვაკის ტერიტორიაზე, ასევე ვაკის ტერიტორია მოიცავს როგორც პლატოებს და ნოცუბიზეს, ისე ბაგერის ტერიტორია და წყნეთის ტერიტორიებს და რაღაცებს. სოფელ დიღომის ვაკია. კი, ვინც მოიაზრება ვაკის რაიონში, ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ამისთვის საჭიროა გუნდის კაპიტნებმა, ვინც აიღებს თავის თავზე ამ ყველაფერს, შეუძლია ჩვენი გადაცემის გვერდზე მოგწერონ, კი, Facebook გვერდზე იქნება თუ Instagram-ზე, ნებისმიერ ადგილას მაინც პასუხს მაინც გავცემთ. ტურნირი იწყება 20 სექტემბერს. და იქნება ძალიან საინტერესო და მინდა ყველას მოგიწოდოთ ვაკეში ატენიდან დაწყებული ყიფშიძით დამთავრებული და რაზმაზით გაგრძელებული და თავის პლატოებით რომ ჩაერთეთ, მოგწერეთ, გამოიწერეთ პლუს ჩვენი გვერდი და ჩვენი ტურნირის პრომოს დავდებთ აუცილებლად ჩვენ გადაცემაშიც იქნება რომ იცოდეთ და ამიტომ თავარია იაქტიუროთ, თავარია მოინდომოთ და ძალიან საინტერესო ტურნირის გვერდებით, სადაც საპრიზო ფონდი წარმოადგენს პირველ ადგილზე გასული გუნდისთვის იქნება 3000 ლარი, მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის 2000 ლარი, ხოლო მესამე ადგილისთვის იქნება სიურპრიზი, რომელსაც მოვიფიქრებთ, ეს იქნება ფინანსური, იქნება თუ სხვანაირი, არ ვიცი, მაგრამ მესამე ადგილოსანიც არ დაგვრჩება საჩუქრის გარეშე. მოკლედ თავარია მიიღოთ მონაწილეობა და თავარია შეზღუდული არის. არა, არის შეზღუდული, უბრალოდ იყოს ის, რომ ეს ტურნირი ჩატარდება უფრო იქნება სამოყვარულო და არა ის, რომ აი მაგალითად სერიოზული რაღაც პროფესიონალებმა მიიღონ მოწე, უბრალოდ ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც გართობა უნდა და დიდი ხანია და უბრალოდ არ უთამაშია რაღაც და უბანს წარმოადგენს. კაი ანონსი გამოგვივიდა მოკლედ ჩვენი წამოწყების. და რავი, რაც ფიქრობ? გამოგვივა ბოლომდე კარგად როგორც ყველაფერი გამოგვივა ღვთისმწყალობით, ჩვენ თავარია მოვინდომოთ და ყველაფერი კარგად იქნება, ნელ-ნელა გამოცდილებით კიდე უფრო მეტ რაღაცას შევიძენთ. დაირაზმეთ და შეუერთდით ტურნირს, რომელიც და მოვედებით. ჯერ ვაკით ვიწყებთ, მაგრამ მე მთელ თბილისს და მთელ საქართველოსაც მოვედებით. იცი მოხდება, რომ ყველას მონაწილეობის მიღება უნდა და აი თავის, მაღალი დონის ტურნირი იქნება, რა მოკლედ რა მის. კი, ეჭვიც არ მეპარება. ეხლა ერთი სული გეკავება ხელები და მუშტები რა გინდა რომ საქმეზე გადავიდეთ და არა რაჟოკი გადასატენია და იმენა მისაშვები არის მართლა იმიტომ რომ ძალიან ეხა წარმოიდგინა სულ მაგას ხას უსვამ ჩვენ რომ ძალიან საინტერესო ეპოქაში გვიწევს ცხოვრება მართლა იქ კვირიდან კვირამდე ისეთი რაღაცეები ხდება რომ
ის პრობლემა კი არ არის, რომ აი რაზე ვილაპარაკოთ, პრობლემა იმაზე, რომ რაზე არ ვილაპარაკოთ, ანუ იმდენი თემები არის, რომ ასარჩევი თემები არის, აი სულ რაღაცა ახალი რაღაცები ხდება ისეთი, რომ გაკვირვებას იწევს ჩვენში და საზოგადოებაში, რა თქმა უნდა და მართლა ეხა ამ კვირაში ეგ განსაკუთრებულად იყო ძალიან ბევრი უსამართლო რაღაცა მოხდა ჩვენ ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ეს რაღაცა ჯაჭვური რეაქცია, ეს გადამული არის, არა ყველაფერი ერთმანეთს და ყველგან ყველაფერი ერთმანეთს გავს. უბრალოდ მადლობა ღმერთს თუ ხარ დაკვირვებული, ჩვენ ქვეყანაში ბევრად ლაითი რაღაცეები ხდება ვიდრე მსოფლიოში. ანუ ჩვენთანაც იგივე პროცესები მიდის, მაგრამ ჩვენ მაინც ეს კიდე ერთხელ გავზნო ქართველები ვართ და ცოტა ბევრად ჰუმანური ხალხი ვარ და ბევრად ესეთი სისასტიკეები, რასაც მსოფლიოში ჩვენ ვუყურებთ, მადლობა ღმერთს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. რა თქმა უნდა, ბევრი ცდილობებიც არის და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი არის, ხო? ეხლა რომ გადავხედოთ ჩვენაც ცხოვრობთ 30-35 წელია, ესეთი რაღაცა საშინელი რაღაცეები, რაც მსოფლიოში ხდება, ჩვენთან ასე თუ ისე აი ძალიან რაღაცა ალაგ-ალაგ თუ მოხდება, ხო? ალაგ-ალაგ თუ მოხდება, მაგრამ ის არის, რა ქვია, თან არ დაიფარება არც ერთ შემთხვევაში და ყველა ჩართულია და ყველა მიცის და ეგრევე. რამდენი ხო მართლაც რამდენი ფარულად ხდება ზოგადად მსოფლიოში, რამდენი სააშკაროზე გამოდის, უბრალოდ არის რაღაცა მომენტები, როგორც უკვე აღარ იმალება, ხო? აი მოდი რომ შევეხოთ, ეხლა ძალიან აქტუალური თემა არის. ჩარლზ კილკი იყო ოჯახური ღირებულების დამცველი და ანტი-LGBT პროპაგანდასთან მებრძოლი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს აკეთებდა, მართლა ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ამიტომაც მოიშორეს ეს პიროვნება პირდაპირ ნახეთ, აი სნაიპერმა პირდაპირ ეთერში ნახეთ როგორ იყო და აღარ არის შეხვედრაზე თან ოღონდ ეს არის ანუ პროფესიონალის ნასროლი ზუსტად სადაც უნდა იქ გაარტყეს და გარდაიცვალა ეს კაცი რა ეხა ამ კაცზე ბევრი რაღაცეებს საუბრობენ რა მართლა დიდ საქმეს აკეთებდა ეს კაცი უბრალოდ ეხა რაღაცეები ქონდა ისეთი რაღაცეები მაგალითად როგორც ну, ჩემთვის არ არის მოსაწონი, როგორც მაგალითად პალესტინაში ამ ომს ასე ვთქვათ, აპრავებდა რა და ამის მიზეზად იძახდა, რომ არაბებმა 1300 კაციო ახალგაზრდები მოკლესო და 200 კაცი მძევლად აიყვანეს, რაც მართალია. ხო, შაბათს დღესო, რომელიც მართალია. არა, ნახე, ეგ მართლა მოხდა, კი და აი ფაქტი არის, შაბათ დღეს მოხდა თან ეგ. შაბათი დღე არის ებრაელისთვის წმინდა. ანუ იმათმა სპეციალურად ისეთი დღე დაამთვეს, რომ შაბათ დღეს როგორი ამბავია, ისრაელში მე არაფერს არ აკეთებენ. აი ეგეთი მე დასვენების დღეა, კი. დაჟე შუქსაც არ თავენ. კი და ანუ როგორი რაღაცა იციო? რა ქვია? ამათთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი და მტკივნეული ნაბიჯი იყო, რომ ესენი ყველაფერზე წავიდნენ, იმენა ოლინი გააკეთეს, არის იმენა ხოცვა, ჟლეტვა გაზასეგოში, მაგრამ არის როგორი რაღაც, სირო შენსას იცავ ჰამასეომები, ტერორისტული დაჯგუფებები და მან დრაშუაშია ბავშვების ხოცვა. ანუ ნახე, მე უბრალოდ ვერ ვიგებ, რომ ამხელა გენოციდი რატო არის საჭირო იმისთვის და ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი რატო ჩვენ ეგ პრეტენზია გვაქვს. ისრაელმა მიაღწიოს თავის მიზანს. უბრალოდ ვერ ხვდები ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა. ამასი ხო არის ტერორისტული ორგანიზაციად აღიარებული, ხო? ისრაელი არის დემოკრატიული სახელმწიფო. შენ მაგალითად მართალია არაბებმა საშინელი რაღაცა გააკეთეს, უპატიებელი რაღაცა, მან ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ შენ როცა მორალით ბევრად მაღლა ხარ, ანუ წარმოიდგინე გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეფასებით 28000 ქალი არის გარდაცვლილი და UNICEF-ის დასკვნებით სავარაუდოდ 50000 ბავშვი არის მკვდარი. მე ზუსტი ინფორმაცია ვიცი და მაგ ვიდეოს ლინკსაც დავდებ. 12000 12 წლამდე ნაკლები ბავშვია. ჯამში 50 ვიძახი, ხო? აი ეს უბრალოდ არ არის, ეს გამართლება ამას არ აქვს. ჩვენ არავის მხარეს არ ვართ. ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს. აქ უბრალოდ ძალიან ხელის გულზე ჩანს უბრალოდ ძალიან დიდი უსამართლობა. აი შენ თუ დემოკრატიულ სახელმწიფო ხარ, უბრალოდ უფრო მეტი მოგეთხოვება ვიდრე ტერორისტებს. და ეომე იმას, ვინცაც ეომე და არა ხო, ხალხს რა. რა თქმა უნდა, ხო? ანუ ომს თავის წესები აქვს. მე უბრალოდ ამ კირკში ერთადერთი ეს არ მომწონდა, რომ ასე ვთქვათ, აპრავებდა ამ ყველაფერს. დანარჩენს ეს კაცი სერიოზულ საქმეს აკეთებს. აი ჩვენ ახლა რასაც ვცდილობთ აქ გავაკეთოთ, კირკი უფრო მასიურად აკეთებდა ამ ყველაფერს. მე ხდი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკაში. ძალიან ახალგაზრდა იყო, ჩვენ 13 წლის პატარა, ხო? და არა, ხო, არა, 21-22 ხო, 13 წლის პატარა ჩვენზე. რომელიც ძალიან განათლებული, ჭკვიანი
და ზდილობიანი თან შეურაცხყოფებს არ აყენო და არა. უნდა იქონდა ადამიანებთან კომუნიკაციის ისე რომ აი შვიდ და წყნარად შეეძლო რომ აი რაღაც თეორიები დემაგოგიურათაც დაემტკიცებინა და მieყვანა იქამდე როგორც თვითონ ჯეროდა ან წამდან იცოდა რა და რავი ბევრი მინუსები ქონდა, ბევრი პლუსებიც ქონდა. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანი. ის ფაქტი, რომ ამხელა ფიგურას, რავი, JD Vance მოასვენებდნენ იქ, რავი, ეხლა ამხელა თვითონ მოასვენა. ხო, კი და ეხლა ამხელა ფიგურები რო დგანან, ანუ იმათვის სამნიშნელოვანი ადამიანი იყო. ავტორიტეტი იყო, მაგიტომ მოიშორეს. ეგეთ ადამიანს, რომ ესე მარტივად დღისით, მზისით, კამპუსში მისული ადამიანებთან დასალაპარაკებლა და ამ პროცესში საერთოდ აღელვების, აი ნერვიულობის არაფერი ადამიანს უარ ეტყობა, არაფერს უარ გზნობს და ისე აღარ არის ადამიანი. რა მაინტერესებს, მაგას რო თავი დავდებოთ, აგერ ტრამპს იგივეს არ უშვებოდნენ ცოტა ხნის წინ. მაინტერესებს ესეთი რაღაცები ჩვენთან არ ხდება და ჯვარი გწერია მაგრამ. ტრამპს ფიცოს რა უქნეს სლოვაკეთში ეს რო კონსერვატიულ ხალხს, კონსერვატიულად მოაზროვნე ხალხს, როგორ ებრძვიან აგერ ჩვენ ხელის ეხა AfD ავიღოთ. AfD-ს 7 თუ 6 თუ 7 წევრი ერთ ღამეს ყველა გარდაიცვალა. 16 ადამიანი გარდაიცვალა, მაქედან 7-დან რო აიყო AfD-ს წარმომადგენელი და აქ ზოგი რეგვენი, ბოდიში ამ სიტყვის, მაგრამ სრული რეგვენები, ამას როგორ აპრავებენ იცი რომ მე მოვისმინე რაღაცა ბევრი გამონათქვამი რომ ესო უბრალოდ დაემთხვა ესენი მოხუცები იყვნენო და ერთ დღეს რატომღაც 16 ადამიანი თავის სიკვდილით გარდაიცვალაო. იმიტომ რომ ამ ადამიანის რეიტინგი არ ქონდათო და არავის არ აწყობდა ამათი მოკლაო, ანუ საჭიროა არ წარ, მაგრამ ძალიან პრიმიტიული აზროვნებაა ეს. ესენი მართლაც ეგრე იყო, მაგრამ ამას ეს რას ნიშნავს? ეს კირკიც რატომ მოკლეს ფიცოსას, რატო ეს როლის ეს 16 რატო რომ შიში დაინერგოს? რომ სხვას შეეშინდეს აქტიურობის. აქ მიზანი ეს არის, სხვა არაფერი. აი ხა ეს ხო ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩარლზი რა. მეორე ჩარლზი რო არ გაჩნდეს, ამისთვის ხდება ეს. იმიტომ რომ ბევრი პატრიოტი ადამიანია, ბევრს თავის ქვეყანა ძალიან მაგრა უყურს, მაგრამ უბრალოდ ამ ყველაფერს რო ხედავს, შეეშინდება რა. და ურჩევნია რომ ჩუმად იყოს. არა მგონია. მე ვერ დაგეთახმები, იცი რატო ვერ დაგეთახმები? შეიძლება ეს შესაშინებლად კეთდებოდეს, მაგრამ ნახე, ამით უბრალოდ იმ სიმართლეს რაც არსებობს, ხვდები, ვერაფერს ვერ უზავენ რა. ანუ შანსი არ არის და ის ადამიანები კიდევ ვინც მაგნესით და მაგეგვით მიდიან, იმ თავარ ადამიანებს ვერ შეაშინებენ ახლა. ვინც იგივეს არ იზავდა, იმას შეიძლება მოარიდოს თავი, თორე რა გეხვეწებ მითხარი, აი, ავიღოთ როგორ შეიძლება ხა შენ წარმოიდგინე საქართველოში რომ 6 ან 7 ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის რომელი ოპოზიციური პარტიას რაღაც მომენტში მეორე ადგილს ან მესამე ადგილს უეჭველი იკავებს მან ხდება უცებ ერთ ჩვენიერ ღამეს ყველა ესენი ხანდაზმულობისგან გარდაიცვალნენ ანუ ვინ რას ანუ ფაქტებს უდებ ტიპებს და ეგ არ ჯერა ერთ დღეში როგორ შეიძლება ბიჭო 16 კაცი ერთდროულად გარდაიცვალა აი ორ მაგის სტანდარტი რა არისო ამას კი არ უყურებენ ანუ ეს რო ხდება, ეხა მაგალითად რა ამბავი არის საფრანგეთში. დემონსტრაციები და დარბევები და ევროპაში ესე დაალაგებულად საქმე არსად არ არის. უარესად. და წარმოიდგინე, აი ამ არეულ ქაოსში მყოფი ბებერი ევროპის მონები მართლა დგანან დღეს და იქ მიექანებით რუსეთში, იქით მივექანოთ, იქით ბებერი არსად არ მივექანებით, დგავართ ჩვენ ადგილას როგორც საჭირო იქნება და რაც საჭირო იქნება, სახელმწიფო მოიქცევა ისე და ხალხიც მხარს დაუჭერს და გვერდში დაუდგენ, მაგრამ ამ ეტაპზე, ანუ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად ევროპაში, სადაც ჩვენ ქვეყანას პატივს არ ცემენ. აი იქ სადმე შეყვეხება და შეტენვა, იმიტომ რომ რაღაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფს უნდა ევროპაში თუ რაღაცა და გონია რომ მეორე მხარეს არ უნდა ევროპაში. მართალია თქვენთვის ძალიან ძიმედ დასაჯერებელია ის, რომ ჩვენ ზოგადად ქართველ ერს ყველას უნდა ევროპაში და რუსეთისკენ არავინ არ მიექანება, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ, თქვენ თვითონაც არიცით რა ხდება ევროპაში. საით მიყავთ თუ საით ეკაჩებით ამ ქვეყანას ეგეთ ევროპაში არ გვინდა. ანუ არ გვინდა რა და ანუ მანდი ვინმეს კიდე ერთხელ აი მართლა რეგვენებისთვის გაუსვა ამას ხას. აქ ვინმეს კი არ ეშინია რომ ვინმე მოგვედება და იქ რო ჩავფრინდებით და ვინმეს ბოდიში და გააპიდარასტებს და ამას უზავს ან არავის ეგეთი რაღაც ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ უბრალოდ ცირესი გვეშინია. მოდი ერთ ვიდეოს განახმე რა.
და აი ნეველა შევყვეთით. ვინც იმ დონეზე დეგრადირებულები ხართ, რომ თქვენი ცხვირწინ რაც დევს და თქვენ ქვეყანაში რაც დევს, იმას სხვანაირად აღიქვათ და სხვაგან რაც ხდება, იმას სხვანაირად აღიქვავს. მე მაქვს თქვენაირებისთვის ერთი მარტივი ვიდეო და მინდა ვთქვა რა, ვიდეო დასაწყისში. ეს ყველაფერი არის დასაწყისი. ანუ როდესაც ჩვენთვის მიუღებელი ადამიანების გარემოცვაში, ანუ ისეთ ევროპაში მოხვდებით, სადაც ისეთი ადამიანები არ მართავენ ევროპას, ვინც უნდა მართავდეს და სწორი ადამიანია და მათ მოხვდებით. ჩვენს მიმართ გაიზრდება მოთხოვნების სია. ამ მოთხოვნების სიაში რო იყოს ისეთი რაღაც როგორიც არის ერთსქესიანთა ქორწინება. ისეთი რაღაც როგორც არის რომ ბავშვების მართლა ბავშვების უფლებებსო არსად აღარ იცავენ და აი ამ ვიდეოთი ჩვენ გვეშინია ამის ამ ვიდეოში რაც ხდება. იმისო დაიწყება ისეთი დონის პროპაგანდა ჩვენ ქვეყანაში, რისი უფლებაც ჩვენმა ქვეყანამ მარტო იმიტომ არ უნდა მივიცეთ რომ ვართ ქრისტიანები და მართლმადიდებლები. რავი, თუ რამისთვის ცხოვრობთ, მაგისთვის ცხოვრობთ და მაგისთვის ვიცხოვრებთ და იმ ადამიანებს კიდევ ვისაც შვილები ყავს, ოჯახები ყავს, იმათში უფრო გამზაფრებული არის ეს შეგრძნება და არავის არ გეგონოთ ხა თქვენ კაი ცხოვრება მოგინდათ და ქვეყანას აი ესე აჯანჯღაროთ და რავი, ნავნებლურად მოიქცეთ. ამიტომ ჯერ ჩვენი ადგილი არის იქ სადაც ვართ და გაჩერებულები ვართ, ჩვენ დროს და მომენტს ველოდები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი თავისთავად დადგება. აი ამ ვიდეოში ხდება რა, ესე ორი სიტყვით რა ვახსენოთ რა. შემოდის რავი, მაღაზიაში სუპერმარკეტში შედის ორი ადამიანი, მეგობრები და გოგოები და შავკანიანი გოგოები ხედავენ ამას და ანუ იძახიან რომ ჩვენ შოქში ვართ, რასაც ხედავთ. ანუ როგორი მრავალფეროვნება იცი აი როგორი წიგნის გაფერადება გინდა ან შენ რა მიმართულებით გინდა რომ წავიდეს ბავშვი რა აი ესეთი დონის გარყვნა მიმდინარეობს საქართველოს გარდა ალბათ რა და რავი ამის წინააღმდეგი ქართველები ვართ არ უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგი რა არის წინააღმდეგი უნდა ვიყოთ კიდე ერთხელ ვიძახით რა ვიღაცებს კაი ცხოვრებას მოგინდათ ადექით და დაგაზეთ და ჩვენ ქართველები ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ქვეყანა და დავიცავთ ყოველთვის ჩვენ საქართველოს ჩვენ ესენი აი აქ ვიქნებით ყოველთვის რა რაც არ უნდა მოხდეს და ყველაზე საშინელება კიდე ისი რა არის აბრო ეს ხალხი რა არის ამ ყველაფერს რო უყურებენ არ იჯერებს რა ანუ მიუღებელია ხო ჩვენ გახსოვთ არ აწყობს და იმიტომ ტვინს არ აწყობს რომ ეს მიიღოს ნუ ეს ნიშნავს ესე იგი სულ ესე იგი ტყუილში ცხოვრობდა ჩვენ გახსოვთ აი გადაცემაში რომ ესპანური ჟურნალი რომ გაზეთი ბავშვების რო გავადი გასაფერადებული ხო გავადი და პანიკაში ჩავარდნენ აი ვიღაცებს მაგრამ აზიზღრობა ეს ხო ჩვენ არ მოგვიგო ჩვენ ხო ამას არ ვიგონებთ ხო ეს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყოველთვის რომ ფაქტები ვაპარაკოთ ფაქტები ხო ფაქტი დავდო და მე ეს ფაქტები გავშალოთ ხო ჩვენ ხო არაფერს არ ვიგდა ხელის გულზე ჩანს აგერ ამ ვიდეოში ხო კარგად ჩანს ეს ხო ჩვენ ხო ხო შენ გინდა და ხო დაინტერესდა რა просто ესენი ძალიან ჰიპნოზში არიან და კიდე მთავარი მომენტი აი ამის გამოტოვება ეს არის ძალიან ხაზგასმელი და ძალიან სიმპტომატური არის რა როგორი ბედნიერები იყვნენ ამერიკაშიც და ჩვენთანაც რო ეს ჩარლზი რო გარდაიცვალა ერთი ამბები იყო ჩვენთან ანუ კიდე ერთი მინუს ამერიკელი კოცი მოკლეს და მოსაკლავი იყო და მე წავიკითხე რამდენიმე აი ყველა ქართველს მოგმართავთ იმინა გული მერევა თქვენზე იმინა მეზიზღებით ვისაც ადამიანის სიკვდილი გიხარიათ და თან ადამიანის ახალგაზრდა ბიჭის რომელიც ანუ რავი რა დაგიშაოთ საზიზღრები ხართ აი სული არ გაქვთ და არც გქონიათ და ვერს გექნებათ აი მეწოდებით აი თქვენ ხართ უბრალოდ ბოტები ხართ ამ ცხოვრებაში აი ბოტების დანიშნულება რომ აი უბრალოდ აფქვიოთ პროგრამა ჩაწერე გაუშვი და გაქვთ რაღაცა ერთი და იმენა ხართ ბოტები მატრიცაში არის და კიდე აი ფსკერი კიდე რა არის იცი რომ კონგრესში ამერიკის კონგრესში წუთიერი დუმილით უნდათ პატივი მიეგოთ ჩარლზის და არაცადეს დემოკრატებმა აი ნახე რა უმორალო ხალხი რა საზიზღრები ხალხზე კი არაფრის პატივის სცენარი არ გაგაჩნია ნახე რა პანიკაში არიან წუთიერი დუმის საშუალებას არ ძლევს წუთიერი დუმის let's wait a minute the house will be in order წარმოიდგინე კიდე ევროპარლამენტში აი ევროპარლამენტში წარმოიდგინე ჩარტე ევროპარლამენტში წუთიერი დუმილის საშუალება არ მისცეს ხალხს
წარმოიდგინე რა სამარცხვინო არის რა, აი როგორი სამარცხვინო და კიდე აი ამერიკელი, აი ზუსტად როგორ გვანან ერთმანეთს, ვიზუალურადაც ერთმანეთს გვანან, ნახე აი ვიდეო არის, მან ჩაგიგდე ამერიკა, აი მაგის მერია ეგრევე, ჩარლზ კირკირო წერია, აი მანდ ნახე, უბრალოდ ეს ვიდეო, ნახე რა Got shot and killed. How do you feel? Happy, goodbye. Did you see that Charlie Kirk just got shot and killed? That's good. Wow, that's good. That's good that people are getting shot just off a political view. Good that people are dying in America. Charlie Kirk gets shot and killed today. We're just getting people's opinions. How do you feel about that? Girl, someone had to do it. ვიღაცას უნდა გაეკეთებინაო. არა, უმორალო, უსულო, აი ახალგაზრდები არიან ესენი, არიან საზიზმრები. მთელი გულით ვიძახი, აი მართლა ჩემთვის არის 4 მიუღებელი პოლიტიკოსი ჩვენ ქვეყანაში რა. გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ელისაშვილი და გუბა სანიძე. მთელი გულით ვიძახი ღმერთმა დიდხანს ასუწყოს 4-ვე, რამე რომ დაემართოთ. თავისი აი ვინმე მოკლას კი არა და თავისი კვლითაც რო გარდაიცვა, მართლა მთელი გულით ვიძახი. ოდნავად სიხარულის გზნობა. არა, ძმაო, რა, ადამიანური ფაქტორია რა. წერო რო აღრა კაია ჩაძახდე ღმერთმა დამიფაროს ეგეთ რაღაცა რომ გამიხარდეს. რა ფსკერში, აი სად არის? ფსკერში კი არა, სული. სად არიან? სად ეს სამარცხვინოები, სული არ გააჩნიათ. ნახე, შიგნით აი რაღაცა არსებობს, რაც ჩვენთვის ღმერთია. ეს არ ყავთ. ანუ უმორალოები არიან. ადამიანია, ხარიელი ბოტია, რომელიც ის რომ მოკვდა უხარია და ღმერთზე გადაობს და ხატებზე გადაობს და არაფერი არ გააჩნია თვითონაც აი არაფერი არ აქვს რასაც რო შეეხო მაგისას რო აი მენა გამოვიდეს მდგომარეობა არ გააჩნია მიხი ეგ არა მაგას ქვია ღირსება მაგას ქვია სული რომელიც არ გააჩნია ადამიანის სიკვდილი რო ტიპს გაგეხარდება და ვიღაცას ვით არ უნდა იყოს ჯვარ ანუ ვერ თუ ადამიანი ხარ ვერ უნდა შეგეწოს ეგეთი ხო არ ვიცი რა ვიტო ვერ სამარცხვინო რავი მესმის ისე ადამიანზე მართლა ისე დიქტატორზე რომ აი მოწყვიტა ყველა გაწყვიტა იმას და ამასთან და ვიღაცამ თქვას რომ კაია რომ აი სადღაც ახალგაზრდა არა ნახე მე კი არ ვეთანხმები მაგას სადღაც გაუგებ რომ აი 1000 კაცი მოკლა და იმიტომ გამეხარდა მაგის სიკვდილი რო თქვას გაუგებ რატო შეიძლება ეს დაემართა ამას მაგრამ ესე ბიჭო ახალგაზრდები რომელიც უბრალოდ იდეოლოგიურად განსხვავდებით სხვა არაფერი. სხვა და შევარდოთ არ გაკეთებს რაღაცას. წარმოიდგინე აი რა ფსკერია სად არის? ვაში ქვემოთ არიან აი ფსკერი კიდე სიღრმეში არიან. არა ზოგადად რა ნახე. ანუ მართლა გინდა ესაუიებოთ. უკრაინელი გოგო არაფერ შუაში ავიდა ტრანსპორტში დაჯდა ტელეფონში რაღაცა შევა და უცებ. მართლა ცხოველი უჩხული აღატება თავზე და 10 წამში გოგო დაამთავრა. არაფრის გამო. ხო. და ეხლა მაგაზე ძალიან კაი ვიდეო არის, აგერ შავკანიანი ამერიკელი კაცი ძალიან სუსტ რაღაცას იწახის, აი 100%-იანს მოდი მოусვინოთ რა. უკრაინელი ქალი შავკანიანმა უსახლკარო მამაკაცმა მოკლა, მაგრამ მედიათა უმრავლესობა ამის შესახებ დუმს. ეს არის სიჩუმე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მკვლელი შავკანიანია და მსხვერპლი თეთრკანიანი. თუმცა პირიქით რომ მომხდარიყო დიდი ხმაური მოხვებოდა. 22 აგვისტოს ირინა ზარუცკა ავტობუსში დეკარლო ბრაუნის წინ დაჯდა. ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე დეკარლომ ყელში დანა ჩაარტყა ქალს. ირინა თეთრკანიანი ქერა უკრაინელი ლტოლვილი იყო, რომელიც ომს გამოექცა. დეკარლო შავკანიანი უსახლკარო 4ჯერ ნასამართლევი დამნაშავეა, რომელიც ციხიდან ახლახან გამოვიდა. მე არ მინდა მათი კანის ფერების ხსენება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, რადგან თეთრკანიან მამაკაც შავკანიანი ქალი რომ მოეკლა, ეს ეროვნული მასშტაბის ნიუსი გახდება. ზუსტად. აი მართლა ეგრე მოხდება და არც CNN არავინ ეს რამდენჯერ იყო ის ნასამართლები 14ჯერ თუ რაღაც. და აქ ანუ ვინ ანუ ეს კაცი გარეთ როგორ 14ჯერ ნასამართლები გარეთ როგორ გაიჩნდა. ნუ იმიტომ ლიბერალური პოლიტიკა. ხო და ანუ მაგას ხოს. ანუ პროსტა ხალხო უმორჩილესად გთხოვთ. რომ სანამ რაღაცებს იზავთ, ცოტა გაეცანი სოფლიოში რა ხდება და რატო ხდება. ორი კითხვები დასვით. ანუ არიცით ვაფშე რა ხდება ირგვლივ ვიღაცისკენ ხართ რომელ ვიღაცასაც არ უნდა თავისკენ ყოფნა. ანუ პროსტა დაფიქრდით რამხელა საშინელებას აკეთებთ თქვენი უმეცრებით და უცოდინრობით. და მეორე პარადოქსი ამ კაცის მამა უკრაინელი
ეს ხუშვილი ხო და ანუ გაასაფლავეს და უნდა დასაფლავებად ჩასვა და არ გაუშვეს უკრაინაში, იმიტომ რომ ჯარში გაწვევის ასაკი აქვს, ანუ სამხედრო გასაწვევი ასაკი აქვს და კაცი არ გაუშვეს. ანუ წარმოიდგინე, ომში ყავთ ანუ? არა, ომში არ არის. გასაწვევი ასაკი აქვს, გაწვეული არ ყავთ? არა, გასაწვევი ასაკი აქვს და შვილის დაკრძალვაზე არ გაუშვეს, იმიტომ რომ ანუ გასაწვევი ასაკი აქვს, Daily Mail წერს ამას. წარმოიდგინე. და ის რა ქვია დღეს ისინი რო დაიჭირეს უკრაინის მოქალაქეები რო დაიჭირეს იმითით აბა ასაფეთქებელი ანუ მე რას ვხვდები ისე სახელმწიფოს მოვუწოდებ რა ანუ ამ უკრაინელებს შემოაქვთ ნარკოტიკიც და შემოაქვთ ასაფეთქებელიც და ანუ პირდაპირ ესე ოფიციალურად გვემტერებიან ვერ ხვდები ანუ ჩვენი მტრები არიან ეგრეა ეგ არის ეხლა რავი ქვეყანაში უკრაინის ხელისუფლება ჩვენი მტრები არიან აბა ბინები არიან პირდაპირ პირველი ელჩი ჩვენგან გაიწვიეს ბიჭო ბელარუსიდან ელჩი არ გაუწევია და ჩვენი ელჩი ბოლომდე იქ იყო და პირველი ელჩი ჩვენგან გაიწვიეს იმიტომ რომ ჩვენ მოხალისეები არ ანუ იმიტომ რომ ოფიციალურად არ ჩავერთვით ომში მეორე ფრონტი არ გავხსენით აი მოდი ხან ნელა გადავიდეთ უკვე ქართულ რეალობაში ჩამოვიდეთ ქართულ რეალ და ზუსტად იგივე ხდება თითქოს მაგრამ რაც წინა გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ ბევრად ჰუმანური რაღაცები ხდება ჩვენთან მაგრამ იგივე აი წარმოიდგინე გედემან ფოფხაძე იყო ოცნების წევრი. ეხა ვიდეოს განახებ პირდაპირ ეტყობა კაცს, რო არის იმენა დაბოღმილი, რაღაცა თანამდებობას ვერ მიაღწია ოცნებაში და ამით სიძულვით დაბრმავებული, ეხლა ბიზნეს ებრძვის, ოღონდ სინამდვილეში იმასაც ვერ ხვდება, რომ ბიზნესი კი არა საქართველოს ებრძვის. იმდენად აი ბინდია გადაკრული, ნახე რა სიძახის, აი პროსტო, ნუ სამარცხვინო რა. აზრების ფიზიკური განადგურება არ მეწყინება რა. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირავა. აი ბოლომდე გეუნებით მაგას გარიწარია და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ მე არ მეწყინება აი გულწრფელად გეუნდები მაგას ხო მაგრამ ამ ზუსტად არანერი მაგას არ მოიდგინეთ ეს არის ჩვეულებრივად ხო ის რო არის ხა მომენტო რომ თავის იდეოლოგიას რო არ ემთხოვდეს ჩალი კირკიც რო დაბრიდეს ვაფშე არ დამწყვეტია გული კაცო პირიქით მაგარი ეს არის ქართველი ეგ რა ხო მაგას გეუნები თო შედან უფრო ნაკრა მეგულის მაგიტო გავუც მაგას ხაზი პირდაპირ ესეთი რაღაცა ახო და რა იმ გაბოროტებული აქ რაღაცა საქართველოზე და იმას გული კი არ შეტკივა უბრალოდ რაღაც თანამდებობა ვერ დაიკავა ოცნებაში იქ რაღაცა უნდოდა რომ მიეღწია რაღაცა ზედა საფეხურებს ვერ მიაღწია ალბათ და ალბათ კი არა და უეჭველი და გაბოროტებული ბიზნესზე დაბოღმილი ებრძვის ახლა საქართველოს თან რა მგონია ისი თან რა მგონია ისი ეხლა ამას რო ზარი შეუვიდეს ბიზნესს კი თავერებული ანუ კი დავაგდება ოსტა არ არის საჭირო ხვდები ანუ არავის არ ჭირდება ოსტა ანუ ეს ვიზუალის ენით ვაფშე ვერაფერს ვერ მიაღწევ ცუდი რაღაცის გარდა ეგ არის პარადოქსი რომ კი ზუსტად სწორად თქვი შენ წარმოიდგინე კიდე რეები ხდება ეხა ჩვენთან რა ეს აქციებზე ხომ მივარდნენ იქ რა ქვია კალადის ოფისთან 3 დღე წარმოიდგინე 3 დღე აგინებდნენ აფურთხებდნენ ორეოლას მხერო ეს ორეოლა ამათ გინება ხარ გონიათ მე უკვე მაგ დასკვნამდე მივედი რომ ორეოლა სიმღერად გონიათ რომ გინებათ არ უნდა მიიღოს რა ქართული ოცნების წევრებმა და ხარდამჭერებმა წარმოიდგინე აფურთხებენი გინებიან საშინელი სიტყვებით ეს ბიჭები 3 დღე ახალგაზრდა ბიჭები არიან ჩვენ ხელა ჩვენზე პატარა ბიჭები არიან ოფისში რა აქტივი 3 დღე ითმინეს ბოლოს ვეღარ მოითმინეს გავიდნენ დახოთ ეს მაგრა იქ რა თქმა უნდა ვიღაცამ ხა ქალს რო ხელი გაარტყა ჩვენ ხა ნებისმიერ სოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ნორმალურ ადამიანს რო გითხო ქალზე ძალადობა მიუღებელია და მით უმეტეს ქართველებისთვის ქალზე ძალადობა არის სამარცხვინო ამას ორი აზრი არ აქვს ამაზე საერთოდ არც უნდა ლაპარაკოდე და ხას ამას არ უნდა უსვამდეთ და რა თქმა უნდა დასაგმობია ეს ფაქტი მაგრამ შედეგი როგორ უსამართლოს არ უნდა იყოს თავარი არის ყოველთვის მიზეზი რამ გამოიწვია ეს ყველაფერი გასაგებია ეს ერთი რაღაცა ხო და ამას ეპოტინებიან მე რომ აი და რაღაცა კაი გასაგებია ეს ჩვენს არ მოგწონს მაგრამ იმას რატო არ უყურებ რომ 3 დღე მიდიხარ და აფარებ თავზე ეხლა ჩვენ რო იგივე რასი და შენ 3 დღე რო 5 წუთი არ მოითმენ ხო ანუ ხო მიხდი რას ვიტახ ეხლა და მერე წარმოიდგინე ეს ბანძები მეორე დღეს ხო ცოტა უფრო მეტი წინათაც 100 იყვნენ და მერე 500 მივიდნენ და მეორე დღეს ხო აღარ გავიდნენ ანუ ოცნების ხარდამჭერები და სულ მამლებს და ქათმებს ეძახდნენ აი გუბაზას მოусმინოთ მოდი აი ამას ვისი უნდა შეეშინეს პროსტ აი წარმოიდგინე აი რა ბანძები არის ამისი ვის უნდა შეეშინეს ამის ვის უნდა შეეშინეს გამზიზე მივდივართ დედლები დაიმალენ ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება გუშინ დიდ გულზე ხო იყვნენ ქალებთან ხო ურტყეს ქალებს ხო მოეფარენ მერე პოლიციას აი დღეს რატო არ გამოვიდნენ ვერ ხავს როცა ესენი არიან მაგრები როცა არიან 101-ზე
და ჩმორები არიან, სწორად აღნიშნა დემონსტრანტმა, ჩმორები არიან და არაკაცები არიან. არაქრისტიანები არიან და ქართველობასთან არ გაუვლიათ ახლოს. ოღონდ ქრისტიანობას ამ ეს ტიპი გაეშვა, მომას გაფიცებ და გეტყვიეთ რაღაც რა. ანუ წარმოვიდგინე. ამას ვის უნდა შეეშვა? ამის სახელი რომ არ გვახსოვდეს, არ გვახსოვდეს. ამის სახელი, შენ სახელი არ გვახსოვს და არც გვინდა რომ გვახსოვდეს. პროსტა ესე იქნები რა, გუბაზას შვილი. ხო, რავი, ეგრეა. მომისმინე ძმაო. ვინმეს რამის კი არ შეეშინდა. პირველი ფაქტიდან რო დავიწყოთ. ვერ მოითმინეს ადამიანებმა გამოვარდნენ, შეხლა შემოხლა და ჩხუბი ატყდა, ძალიან ცუდია ეს ფაქტი და არ მოსულა, მაგრამ იქ გოგორო უშვერი სიტყვებით გაგინელებს, ძალიან სირცხვილია, ძალიან ღირსების შემლახავია და ეგეც არ მოსულა. როგორც ქალი რო უშვერი სიტყვებით იგინება და იფურთხება, ეგ არის სიმახინჯე და ანომალია, ზუსტად იგივენაირად არის მოზალადე კაცი, რომელიც ქალზე არის მოზალადე, იგივენაირი ანომალია არის. ანუ იქ უბრალოდ ფიზიკური შეხება ხდება, აქ შეურაცხყოფა და რაღაც შემთხვევებში ეს შეურაცხყოფა ბევრად დიდი არის იმ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან შედარებით. ამას ყველაფერს გმობთ, ეს იყო ესე მიაყენეს შეურაცხყოფა, იმათაც ვერ მოითმინეს და პასუხი გაცეს. ეს იყო ფაქტი, მაგრამ რომ მიდიხარ მეორე დღეს და ბევრნი ვართ და გამოდით და რას საკეთებ შენ, ანუ ჩვენი ძმა, ანუ რას დაპირისპირებისკენ რას ჩალიჭობ, ანუ იქ მიხვედით, ეხა ისინი გამოვლენ, იქ ატყდება ჩხუბი და ვინმის მოე შენ რას იზავ, შენ აი დარწმუნებული ვარ რომ ეგრევე ვაფშე აღარ იქნები იქ თუ იმემ დაგინახოს იქ ვაფშე, მაგრამ დანარჩენ ამ ხალხს რას უშვები რომ ერთმანეთს შევეჭიდოთ, დავერიოთ აი და რას შვები და შენ დაგჩეს გინდა ეს ქვეყანა თუ ანუ რა ეგ უნდათ რომ აქ ვიღაც მოგკტეს რაღაცას არეულობა დაძაბულობა ყველაფერს მხედავ და ყველაფერს გვესმის და ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ პირს გააღებთ ან იცოდეთ რომ თქვენი ეგ პირის გაღება ვაფშე არაფრის მომცემი არ არის იმიტომ რომ თქვენ ერთადერთი გეგმა და მიზანი გაქვთ ის რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და დესტაბილიზაცია რომელიც არ მოხდება თუ თქვენ ეცდებით რომ მოახდინოთ დარწმუნებული ვარ რომ ის გონიერი ქართული საზოგადოება გვერდში არ დაგიდგებათ მიუხედავად იმისა რომ თქვენი თანამოაზრე ვინც არ არის მიგაჩნიათ რუსად ეს არის თქვენი აზრი შეგიძლიათ რაც გინდათ ისი ფიქროთ მართლა არაფრის მომცემები არ ხართ უბრალოდ ჩვენაც ის გეტყვით რომ ის რომ თქვენ ეხლა დადგებით იქ ერთ ამბავს ატეხავთ ქვეყანას გადაატრიალებთ და მანდ მოხვალ ნაცები. ანუ ეგ არის გამორიცხული და ფანტასტიკის სფერო არის, იმიტომ რომ იქ სულ რო ეგენ იქნათ და ყირაზე დადგეთ. იქ ის 50% მინიმუმ ხალხი გონიერი ქართული საზოგადოება დგას, რომელიც რა 51 4. არა, მე ვიძახი მინიმუმს, ჩვენ ხო ისე ვთვლით რა, 80 და 3 არ მინდა 80, 50 იყოს რა, რომელიც არ აგარევინებთ ამ ქვეყანას დესტაბილიზაციას არ მოგაწყობინებთ და როგორც თქვენ აი რაღაცა ფანტაზიებში გგონიათ, იმას არ გაგაკეთებინებთ ქართველი ხალხი და მანამდე კიდე ერთ შევას მოგცემთ, სანამ აი ესე გახურდებით. გადახედეთ რა ხდება ევროპაში კიდე ერთხელ რა. აი ძალიან მალე რა სურათები დაიდება და ვინ სად და როგორ იქნება, მაგასაც უნახავთ და ეხა გამოსვლებით და ოლეოლებით და გინებებით და შეურაცხყოფებით თუ აპირებთ რომ გამოცადოთ ვინმეს ნერვები აი ამაზე უარგისი საქციელი და ამაზე უნაუნებელი საქციელი მეტი არაფერი არ შეიძლება რა იმიტომ ქართველებს ეხლა რაც გვჭირდება ის რომ ერთიანად ვიყოთ ერთად ვიყოთ დავაშენოთ და გავაგრძელოთ იმ სახელმწიფოს შენება რომელიც ჩვენი ყველას მიზანია და აქ ამ დროს თქვენ გახართ და თქვენ პონტში გიდათ რომ იყოთ და ვერ იქნებით დაივიწყეთ ან ჩადექით ქვეყნის სამსახურში და იყავით ქართველები ნამდვილი ან ამ მავნებლობას დაანებეთ თავი იმიტომ რომ კარგად არ დაგიმთავრდებათ რა მოკლედ ეხა დღეს ჩვენი გადაცემა მთელი გადაცემა ძირითადად ნეგატივს დაეთმო იმიტომ რომ სხვა გზა არ არის იმენა არასწორი ტიპები თუნდაც ამერიკაში და თუნდაც ჩვენთან ერთნაირები რო არიან ვიზუალურადაც ერთმანეთს გვანან ტექსტები ერთნაირი აქვთ უბრალოდ იქ უფრო უმორალო ტიპი ხალხი არიან და უფრო საშინელი რაღაცები იმიტომ ხდება ჩვენთან მაინც ეს ქართველობა და ცოტა ქრისტიანობა და რაღაცა ეს მორალი თავს ანუ უფლებას არ აძლევს ამ ხალხს რომ ხომ იხდი ბოლომდე უმარო კი იქსევიან მაგრამ
ბოლომდე აი მაინც აი როგორც ამერიკაში ხდება ისეთ რაღაცები ჩვენთან არ ხდება. აი გუბაზას შვილს რო იძახის რომ ეს ქათმები თუ მამლებს რო იძახის. ამის ბიჭო ვისი უნდა შეეშინდეს. აი შენ სწორი თუ აი ეს ფარჩაკი აქ რო ხალხი გამოსულიყო პირველი გაიქცეოდა იქიდან. უეჭველი. მილიარდი %. სახეზე ეტყო მას. ეს ხათაშორის 7 ნოემბრის პერიოდში გუბაზაზეც იძახნა იქ ნოემბრები იყო სულ წელი ტკივდებოდა და იქ მიდიოდა სახში. მართლა დარბევების დროს. წეჩი და ეხა ესეც რაღაც ხო არა გადაობა არ არის ხო სულ რაღაცას იმის ეხა რო უპარტყუნებდნენ იქ პარლამენტში და არ გახსოვს ანუ ზუსტად ალბათ ესეც არ ვიცი ეხა არა მაგრამ ნუ ჩემი აზრით ესეც იგივე კლასტერიდან იქნება რა ესეც ეგეთი როჟა ყეყეთში რო არის ტელევიზორთან და რო ბლატაოს და რო მიზან მიმართულად რო იწეს ხალხს რო გამოდითო და დაძაბულობა იყოს და ცემატყება რო ატყდეს ეს ფარჩაკი იქიდან ეგრევე მოტყდება ესეთები არიან ძირითადად თან და თუ ხარ დაკვირებული გოგოები და ვიღაცები არიან დედისტრაქს რო იგინებიან იქ რო გამოდიან კაცები და კაცები მაგას არ აქტიურ ნაკლებად აქტიურობენ მიხვდები ან ქალებს უშვებენ წინა პლანზე რა და კაცები უკან არიან და კაცებს რაღაცა რო უთხრა ეგრევე ჩუმად არიან არა და ეხა ნახე რა კიდე რას დავაკვირდი ანუ ამ აქციას დავაკვირდი არის რა ერთი არხია ეს ტევე პირველი ორი ჟურნალისტი ყავს ზუსტად გოგო და ბიჭი სახელებიც არ მინდა რომ ვიცოდე და არც არაფერი, მაგრამ გიყვები. ჩანაცვლებით არიან რა დღეს ესენი ამბავს ეხავენ ძმაო? ჭყონიეს დაფინანსებულები არიან. ესენი ამბავს ეხავენ, ანუ ვაფშე არაფერი უარ ხდებოდეს. ერთია ეგ ჩააგდე და ისეთი ამბავი ხდება ძმაო რომ ესე მიდის და თქვენ ეხლა დაზიანებული ხარ სისხლები ხო არ მოგდით? დღეს იყო ის ჯუანშე ბურჭულაძე რო დაიწეს ადვოკატა მიდა ჯერე უბრყავს უყურებდა და ბოლოს იმას მე ადვოკატი ვარ ჯუანშე ბურჭულაძე ანუ ეზოში შევარდა და პანიკაში ჩავარდა და ანუ ეს ანუ იმას ეკონა პოლიციელი აი ჯერ იმდენი იმოცრავ რა ანუ რა პონტი მქონდა იცი ისეთი გოგო არ არის რა სტანწერტეტა და რაღაცა რა ეს ეგ რასაც მოძრაობს და ეგ რასაც დარბისმაო ეგ უნდა იყოს აი როგორ ხოძე ხა იცი რომ ხელფას აძლევენ რომ ძალიან მონდომებულია რა ვინე ფორმატს რო ძალიან მონდომებული რავი კიდე მეტი მინდას აინა ოლინს აძლევენ ამას და იმ მეორე ის თუ არის კიდე მეტი მინდას კიდე მეტი მომეცი უფრო მეც ვიზდამს და უი ეხლა რა გამახსენე ეს ბიჭო ერთი წელი რაღაც პოდკასტი გაიჩნდა იმაში ინტერნეტ სივრცეში ორი ბლეყვეზია ეგ გონია რომ დაგმული არის ორი ბლეყვეზია ახლა ვინჯერ რამდენი პირველი შეკითხვა რაც მაქვს რამდენი წლის ბრძანდებით 18 მაქს ვინ რა იცი მაჭყუტა რო ხარ გამოგაგერ 5 წელია და 6 წელია რაღაცა გაიგე და ან ვაფშე რა ვიძე ხარ და ვაფშე რა გჭირ თქვენ თუ გინდა დაგპატიჟებთ გადაცემაში და მოგაზეთ აი პირდაპირ გეუბნებით და გადაცემაში გპატიჟებთ ადექით და მოდით აქ და ვილაპარაკოთ რა კულტურული სუფთა დებატები გავმართოთ მობძანდით თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ მობძანდით აქ არის ფიქრობთ ხომ მე დიდი და პატარა და ის აი აქ ვართ ხა ამ სიტუაციაში და აი ამ ზონაში გეუბნებით რა თუ რამე შეგილიათ მობძანდით ჩვენ გადაცემაში დაუშვდეთ და ერთი რა ბიჭები ხართ როგორ ხართ ჩვენც აგიხსნით ჩვენსაც თქვენს თქვენი აგვიხსენით და გავუიგებთ რა როგორღაც ერთმანეთისადმი უზედელი უმორალო ტიპები ბიჭო ანუ აი მგონია რომ აი გული მერევა ოცნებისთვის აკეთებენ მაგ საქმეს აი იმედად ამაზდენები არიან და იმდენად კარგ საქმეს აკეთებენ ქართულოსნებისთვის რომ არ ვიცი იმენა მართლა მაგარი პანიკა რა გესოთ რომ მოვიგეთო და მაგაზე არის ახი რაღაცა აი გადაფრინდება რაღაც არც ისტორიასო პატივსაცემს არც არავისო პატივსაცემს არდიო ვინ ახაში ბლეყვე შენ იმენა 3 დღეა გამოხვედი არეალში და გაპარეზზე და ვინ გონია თავი წესარიგში მოიყავანეთ ორივე და მე გააგრძელეთ თუ რამე არიატკაში მოიყვანონ თავი მოკლედ თორნიკე ანუ გასაბრაზებელი ძალიან ბევრი რაღაც არის პროსტა ანუ ყველაფერს მოვლენებს უნდა შევხედოთ თვალებში და თვალი უნდა გაუხსნოთ სიმართლეს და რავი ამ მედიების კიდე მართლა იმენა მწხვენია რომ გადმოეცით ამ ხალხს სინამდვილე რაც ხდება იმ ევროპაში რაც ხდება საფრანგეთში რაც ხდება ანუ ცოტა დიდი დრო დაუუთმეთ ამ რაღაცებს ამ ხალხმა გაიგოს ვინც უნდა ის კიდე უნდა ან ეგეთ ფორმატში უნდა რავი ო რა ჩვენ ქართველებს გეუბნებით ჩვენ იმის გარდა რომ სახელმწიფოს ეომებით აქ დგას ხალხი ვინც თავისი არჩევანი გააკეთა და დაიცავს ბოლომდე ამიტომ ყურადღებით და ფრთხილად იყავით რა ბინძურ წამოწყებებსაც იწყებთ ცხვირი არ წაიმტვრიოთ
ამას მოგიწოდეთ და ქართველ ხალხს მოგიწოდეთ, რომ გთხოვთ უმორჩილესად, რომ ჭკვიანურად ერთად ვიდგეთ ყველა და ქართული საქმე გავაკეთოთ საქართველოსთვის. ერთად ვარ ძლიერები და ვერავინ ვერ მოგვეერა ვერასოდეს. ტურნირზეც კიდე ერთ სიტყვას ვიტყვი რა, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლების და მსმენელების საყურადღებოდ ტვინის გასაღები ატარებს უბნებს შორის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელშიც მოყვარულის დონის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას და ამ ეტაპზე ტარდება მხოლოდ ვაკის რაიონში შემავალი უბნებში. დღეს დაიწყება აქ, ხვალიდან, ზეგიდან, მაზეგიდან ჩაიყრება საუძველი ყველა უბანში. თავარია სურველები იყოთ, თავარია გიხაროდეთ და გინდოდეთ და საპრიზო ფონდიც არის საკმაოდ სოლიდური და კარგი. პირველ ადგილზე იქნება 3000 ლარი, მეორეზე 2000 ლარი და მესამე ადგილოსანიც დაჯილდოვდება ან ფულადი პრიზით, ან ისეთი პრიზით. მოკლედ ძალიან კარგ ღონისძიებას გთავაზობთ, თავარია თქვენი აქტიურობა და ჩაერთოთ და რავი, ჩვენგან ისე დაგხვდებით როგორც საჭიროა. რადგან შეეხება ჩვენ გადაცემას, რავი, ნორმალურად კარგად გამოვიდა ყველაფერი ჩემი აზრით. გაბრაზებაც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ რავი, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩაივლის, არჩევნების გადაივლის, ყველაფერი დაალაგდება ამ ქვეყანაში და გათენდება კიდევაც და გამოთენდება კიდევაც და კიდე ერთხელ სულ გადავლების მე როგორც ვატყობ, სულ ამათი გადავლებაში გავატარეთ ჩვენს გადაცემას და მე დაუბრუნდებით ისევ ანალიტიკასაც. იმიტომ რომ სულ ეხლა კიდე და კიდე უფრო და უფრო ტემპერატურა აიწევს, ანუ რაც არჩევნები მოახლოვდება, კიდე და კიდე ტემპერატურა აიწევს და უფრო მეტი რაღაცეები მოხდება ჩვენ ქვეყანაში და იმედია და ღმერთით რაღაცა საშინელი რაღაცეები დაძაბულობები არ იქნება რა და ჩვენ მაინც გადავტეხავთ ამათ. შარშან ქონდათ მაქსიმუმად რაც შეეგოთ ეკნდე ხა ბოლო გაფართხალება კიდე და საბოლოოდ დავამთავრეთ იმედია ამ კი ბატონო. არასწორ დასასრულისკენ წავედით ნელ-ნელა. კიდევ ერთხელ უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენ მაყურებელს მოსმენელს რომ გამოგვიწერონ და ალაიქონ ჩვენი გადაცემები. ნამდვილად. გაავრცელონ რასთავარი რა. თუ ვიღაცას მოგწონთ ჩვენი გადაცემა და ჩვენი აზრი გაავრცელეთ რა, ბევრ ადამიანმა რომ ნახოს და ბევრი ადამიანამდე მივიდეს და შეიძლება ბევრ ადამიანს ძალიან დაეხმაროს ეს ყველაფერი. ასევე სხვათა შორის მინდა მეგობრებო გითხრათ რომ Georgian Times-ზე პირდაპირ ეთერში მე და საბას გვექნება გადაცემა 4 შაბათობით. კი, ლაივი გვექნება 4 შაბათობით Georgian Times. ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით თვის ბოლოსკენ უკვე Georgian Times-ზე მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ გვიყუროთ მე და საბას ახალი გადაცემით. კი ბატონო. დიდი არ მადლობა. გაგზავნებოდეთ. ჩვენი მოსმენისთვის, ჩვენი ყურებისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის. დაგემშვიდობებით, მოვალ შეხვედრით. მადლობა, კარგად გზავნებოდეთ.